მიქაუტაძის ძარცვის დეტალები, კვარაცხელიას მორიგის საგოლე მოქმედება, კონტეს შეფასება და ქართული სპორტსმენების გამორჩეული შეხვედრები. სანამ ამ და სხვა სიახლეებს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ ქართული სპორტსმენები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, გმობენ სამართალდამცველების მხრიდან სასტიკი ძალადობის ფაქტებს და გამოხატავენ მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული კურსისადმი. ვფიქრობ, ქართული სპორტსმენების პოზიცია, ჩემი პოზიციის მსგავსად, არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი. ეს არის სამოქალაქო პოზიცია, რომლის მიზანიც და სურვილიც არის ქვეყნის უკეთესი მომავალი, რომელიც ცალსახად ევროპასთან და ამერიკასთან თანამეგობრობით მიიღწევა და არა ოკუპანტთან ერთად. ახლა კი დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც გიორგი მიქაუტაძე გაძარცვეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით 1 დეკემბერს ლიონთან ახლოს მდებარე კომუნა შალეში ქართველი ფეხბურთელის სახლში ორი შეიარაღებული პირი შეიჯრა და იარაღის მუხარით გაძარცვეს. გავრცელებული ინფორმაციით მძარცველებმა ძვირფასეულობა მოიპარეს. ზარალი 250.000 ევრომდეა. უფრო დეტალურად, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლიონი ნიცას შეხვედრის შემდეგ ორი მძარცველი მიქაუტაძის სახლში შეიჯრა და მას სახლში ელოდებოდა. როცა ფეხბურთელი დაბრუნდა, მძარცველები მას იარაღით დაემუქრნენ, თუმცა ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მიქაუტაძე იძულებული აღმოჩნდა მათთვის ძვირად ღირებული ნივთები დაეთმო. სამართალდამცველებმა გამოძიება დღეს დილით დაიწყეს. მომხდარ ფაქტს გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. უშინდელი ღამის შემდეგ მინდა დაგამშვიდოთ, თავს კარგად გრძნობ და რაიმე ფიზიკური ზიანი არ მიმიღია. მადლობა ბევრი მხარდამჭერი სიტყვებისთვის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ფოკუსირებული ვრჩებით ჩემს მიზნებზე და ძალიან მალე შევხვდებით. თავს გაუფრთხილდით. სამწუხაროდ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ლიონის ფეხბურთელი გაძარცვეს. რამდენიმე კვირის წინ ასევე გაძარცვეს ნიკოლას ტალიაფიკო და მისი მეუღლე, რის შემდეგაც მათ საცხოვრებლის შეცვლა მოუწიათ. ასევე შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ეს არც ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირებით მომხდარი პირველი შემთხვევაა. 2022 წელს დეკემბერში ნაპოლში ხვიჩე კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს. როცა ფეხბურთელი სახლში იმყოფებოდა, მაშინ მძარცველებმა ქართველის ავტომობილი მოიპარეს. ახლა კი იმედია, რომ გამოძიება დამნაშავეს მალე დააკავეს და ქართველ ფეხბურთელს მსგავსი საფრთხე აღარ დაემუქრება. ახლა კი დაჩეხება ლიონის თამაშს. ამ დღეს ერთადერთი კარგი, რაც ქართული ფეხბურთელის თავს მოხდა, არის ის, რომ მისმა გუნდმა ნიცას 4-1 მოუგო. თავად მიქაუტაძე კი სამწუხაროდ სათადარიგო და სკამზე იჯდა. თამაში 71 წუთზე ჩაერთო, როცა შეხვედრის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. თამაშის შემდეგ ქართველზე კომენტარი გააკეთა გიორგის თანაგუნდელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა, რომელმაც შეხვედრაში ჰეტრიკი შეასრულა. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს და ლაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. ბევრს გვაკრიტიკებენ და სამართლიანადაც, რადგან დამაგვირგვინებელ ფაზაში სათანადოდ ეფექტურები არ ვიყავით. მოდი გულახდილად ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ გოლების გატანა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სტატუსის მორგება ძალიან სასიამოვნო შეგრძნება. იმედი მაქვს, მე და მიქაუტაძე აღმასვლას განვაგრძობთ. როცა ვთამაშობთ, ერთმანეთს ბიძგს ვაძლევთ და უფრო თავდაჯერებული გავხდით. ჩვენ შორის არსებული კონკურენცია გუნდს აუცილებლად დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ნიცასთან შეხვედრამდე ქართველმა ევროპა ლიგაზე იასპარესა და ყარაბაღს დუბლი შეუსრულა. ლიონს კი ლიგა 1-ში 13 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს სტუმრად ანჟერის წინააღმდეგ გამართავს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში მორიგი შეხვედრა გამართა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა, რომელიც რენს ესტუმრა და 5-0 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ 37 წუთზე სენტ-ეტიენი რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. ქართველის თანაგუნდელს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო. ზურიკო დავითაშვილი კი ძირითადში იმყოფებოდა, თუმცა შეტევების გამწვავება არ გამოსდიოდა. ქართველის გუნდს ამ მარცხის შემდეგ 13 ქულა აქვს და მე-15 ადგილზეა. დავითაშვილის სენტ-ეტიენი მომდევნო ტურში 8 დეკემბერს მარსელს პენძლებს. ახლა კი იტალია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ სერიას მორიგი შეხვედრა მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა. ნაპოლი ბოლო ტურში ტორინოს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი სკოტ მაკტომინეიმ ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა საკმაოდ აქტიური იყო. გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსიც ჰქონდა. აქტიური იყო დრიბლინგის დროს და ორ ეპიზოდში მეტოქეს ყვითელი ბარათიც მიაღებინა. მისი თამაში არც იტალიურ მედიას გამორჩა, სადაც ამბობენ, რომ ნაპოლის გამარჯვებაში ყოველთვის ხვიჩას ხელი ურევია. ქართველის თამაში შეხვედრის შემდეგ ნაპოლის მწვრთნელმა ანტონიო კონტემაც შეაფასა. რომასთან შეხვედრისგან განსხვავებით დღეს სრულიად განსხვავებული გუნდი ვნახე. ეს იმის დამსახურებაცაა, რომ ბევრი ვიშრომეთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდი როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურადაც იზრდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ რაღაც ასპექტში განვითარება გვჭირდებოდა და მიხარია, რომ დღეისთვის ამ შედეგს მივაღწიეთ. დღეს შეგვეძლო, რომ უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო, მაგრამ მეკარის დიდებულმა თამაშმა ანგარიში 1-0 დატოვა. ბიჭებისგან დღეს დავინახე, რომ ყოველთვის აქვთ გაუმჯობესებისა და რაღაც განსაკუთრებულის გაკეთების სურვილი. რაც შეეხება კვარაცხელიას, მას
შესანიშნავი თამაში ჰქონდა. მომეწონა მოედანზე როგორც უტევდა. ასე იყო რომას წინააღმდეგაც. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამას შეუძლია მას სარგებელი მოუტანოს პერსონალურ დონეზეც. თუ ყველაფერს სწორი გზით გავაკეთებთ, მაშინ ეს როგორც მისთვის, ასევე ყველასთვის სასარგებლო იქნება. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 14 ტურის შემდეგ სერიას ლიდერია. კვარაცხელიას გუნდს შემდეგი ორი შეხვედრა ლაციოსთან ელის 6 დეკემბერს იტალიის თასზე, 8 დეკემბერს კი სერიას მე-15 ტურში. იტალიის სერიას მე-14 ტურში თავი შეხვედრა ჩაატარა საბა გოგლიჩიძის ემპოლიმ, რომელიც სან-სიროზე მილანთან 3-0 დამარცხდა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და კარგი თამაშიც ჰქონდა. გოგლიჩიძე 71 წუთზე შეცვალეს. სერიას მიმდინარე სეზონში ემპოლიმ 14 შეხვედრაში 16 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი ვერონას ესტუმრებიან. ბუნდესლიგა 2-ის მე-14 ტურში კი კარლსრუეში ჰამბურგთან 1-3 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ძირითადში იყო, თუმცა სამწუხაროდ კარგი თამაში არ ჰქონია. ქართველი დაცვით ფუნქციებს ასრულებდა. კარისკენ მხოლოდ ორჯერ დაარტყა, მაგრამ ორივე არაზუსტი იყო. შეგახსენებთ, რომ ბოლო 5 ტურიდან კარლსრუემ მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო, რის შედეგადაც 23 ქულით მე-5 ადგილზეა. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს კაიზერის წინააღმდეგ გამართავს. ახლა კი საქართველოს, სადაც იბერია 1999 კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 2024 წლის ჩემპიონი გახდა. ლევან კორღალიძის გუნდმა გადამწყვეტ დაძაბულ შეხვედრაში გაგრა 2-1 დაამარცხა და ჩემპიონობა გათამაშების დამთავრებამდე 1 ტურით ადრე გაინახდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში თავდაპირველად გაგრა დაწინაურდა, თუმცა ლევან კორღალიძის გუნდმა მეორე ტაიმში თამაშის შემოbrunება დამსახურებულად შეძლო. იბერია 1999-მა საქართველოს ჩემპიონობა არსებობის ისტორიაში მეორედ იზეიმა. შეგახსენებთ, რომ პირველად ეს 2018 წელს მოხდა, როდესაც იბერია 1999 საბურთალოს სახელით ასპარეზობდა. ახლა კი კალათბურთი და NBA, სადაც გოგა ბითაცის შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ორლანდო მეჯიკმა ბრუკლინ ნეტსი 192 დაამარცხა. უკვე ტრადიციულად ბითაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა. 12 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ბითაძე თამაში იყო, ორლანდომ ბრუკლინზე 13-ით მეტი ქულა ჩააგდო. მეჯიკს კი 15 მოგება და 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს. გოგას გუნდის მომდევნო მეტოქე ნიუ-იორკ ნიქსია, რომელსაც ორლანდო 4 დეკემბერს დაუპირისპირდება. იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში კი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. თუმცა ვირტუსმა ეს ყველაფერი სათანადოდ ვერ გამოიყენა და დრამატულ შეხვედრაში სტუმრად ბრეშასთან ერთქულიანი სხვაობით 97-98 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთში 20 ქულა, 13 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, რითაც ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. 7 მოგებით და 2 წაგებით კი ვირტუსი იტალიის სერიას სატურნირო ცხელში მესამე ადგილზეა. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 დეკემბერს ევროლიგაში ბერლინის ალბასთან გამართავს. ბოლოს კი წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს შემდეგ შეხვედრებში. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.